დღეს რაც ხდება მსოფლიოში, ხო, აი მას ძალიან კარგად ხსნის როგორ შეიძლება დემოკრატია გამოიყენოს ავტორიტარიზმმა ინსტრუმენტად. კონტექსტის გააზრება, რატომ შეიძლება რომ კაცობრიობა გაველურდეს ზუსტად 5 წუთში? მომავლის წინასწარმეტყველება. ეს გასაგებია რომ დანით ახლა პულს დაჭრით თუ ადამიანს ისტორია არ არის ესეთი წრფივი, ის ყოველთვის არის თაღისებრი. მინდა დავაწყნა რომ ყველა ვისაც სიტყვა რევოლუციის ეშინია. გეოგრაფია არის ბედის წერა. მაგრამ ბოროტებამ იცის რომ თუ უნდა რომ გაიმარჯვოს ხიდი უნდა ჩაჭრას. ტრამპი თავისთავად ესე ერთ დღეში არ გაჩენილა. ბიოლოგიური მაგალითები დამაკდა. ამის საუკეთესო მაგალითია ორბანი. გინდა რომ პოლიტიკოსებმა წაიკითხონ. როგორ უნდა ვიცხოვრო, რა არის ჩემი მთავარი ფასეულობები. რევოლუციური ცვლილებები ყოველთვის არ ნიშნავს რაღაც ქაოსს და გაუგებრობას. 30 წლიანი შვებულება ისტორიისგან მოიტანა ეს იუმორის აკრძალვა არის თავისუფლების შეზღუდვის პირველი ნიშანი. რომ აი ფუკუიამა მიწინასწარმეტყველა და აგერ რუსეთი ტანკით მოხრიგინებს. ეხლა ვართ ყველანაირი ტიპის კრიზისში. მაგრამ ეკა 64-ში რომ მოხდე, ხო იცი რა არის საჭირო. როგორ უნდა ამოვიცნოთ ყუდიანები. მე და შენ რასაც მთელი ღამეც უთენეთ. დღეს ჩვენ ვართ მომსწრე რამდენიმე რევოლუციის პარალელურად. როგორ დამღალა რა ამ ისტორიის შუაგულში ყოფნა. ეს ძალა გვადგას. ფარიდ ზაქარიას რევოლუციების ეპოქა. მოგესალმებით ჩვენს ძვირფას YouTube არხის მინეზე და სანამ წიგზე საუბარს დავიწყებდე, მინდა გთხოვოთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვიწეროთ კომენტარები, დაგვაფოლოვოთ ყველგან, მარტო YouTube-ზე კი არა, ვართ Facebook-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე. და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენ სპონსორს მთის წყალს ბრომატის გარეშე. დღეს კი ვისაუბრებთ წიგნზე, რომელიც სულ ახლახანს თარგმნა ჩვენმა ეკა კვესიტაძემ, ფარიდ ზაქარიას რევოლუციების ეპოქა. აი ესეთი აქტუალური წიგნების თარგმნისთვის და ქართულ ენაზე მკითხველისთვის მიწოდებისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გამომცემლობა ინტელექტს, რომელიც ბოლო დროს დაკავებულია ზუსტად იმით, რომ აკრძალული წიგნები გადათარგმნოს, აქტუალური წიგნები, ეგრეთ წოდებული non-fiction-ი, რომ გავერკვეთ ისტორიულ კონტექსტში, რადგან ისტორიული კონტექსტის გარეშე არც ლიტერატურაა აქტუალური. და ეკას მინდა ვკითხო, რატომ გადაწყვიტა, რომ ეს წიგნი ეთარგმნა, რატო თვლი, რომ ეს ჩვენთვის აუცილებელი ახლა ამ ტექსტის ქართულად ქონა და გარკვევა იმაში რა ხდებოდა, რა ვიცი, ჰოლანდიიდან მოყოლებული დღემდე. მადლობა ქეთი. ხო ძალიან მიხარია ამ გადაცემაში ყოფნა, არ მიფიქრია სხვათა შორის რომ როდესაც სტუმრად მოვიდოდი, თუმცა რატომაც არა. რატომაც არა, ხა წიგნი არ გიყვარს თუ? არა, გაკადნიარება ამ კუთხით. მოკლედ საერთოდ ზაქარია მე ძალიან მიყვარს და როგორც პრეზენტაციაზე ვთქვი, ჯერ კიდევ 98-19 წლიდან მოყოლებული თვალყურს ვადევნებ და ერთ-ერთი ყველა საყვარელი და გამორჩეულად მისაღები ჩემთვის მოაზროვნია მე-20 საუკუნის ის შედის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი და მოაზროვნე ადამიანების რიცხვში და მისი ასე თქვა შეფასებები, კონტექსტის გააზრება, მომავლის წინასწარმეტყველება ძალიან საინტერესო იყო ყოველთვის, მაშინ როდესაც მან დაწერა აღზევება არალიბერალური დემოკრატიების, აი იქედან მოყოლებული ძალიან ბევრი რამე ზუსტად დასვა, ზუსტი დიაგნოზი დაუსვა. მაშინ ჯერ კიდევ როდესაც იყო დიდი ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ ლიბერალური დემოკრატია ყველგან გაიმარჯვებდა და მოიტანდა იმ სასურველ შედეგს, რომელსაც ყველა ელოდა მისგან. და მაშინ ზაქარიამ გამოთქვა პირველი ეჭვი და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თქვა, რომ იცით რა, თუ არა აქვთ ქვეყნებს შესაბამისი ნიადაგი მომზადებული ისტორიული, კოლექტიური მეხსიერება, კოლექტიური გამოცდილება, ლიბერალური ინსტიტუტები, დემოკრატია და არჩევნები თავისთავად არაფერს არ შეცვლის და ის შეიძლება გამოიყენოს ცუდმა ადამიანებმა ხელისუფლებაში მოსასვლელად და ხო, აბსოლუტური ფიქცია და ავტორიტარიზმის შექმნას და სხვათა შორის აქაც იგივე აზრს ავითარებს, რა მნიშვნელოვანია საზოგადოების ევოლუციური გზით განვითარება და მომწიფება საზოგადოების იმისათვის, რომ მან შექმნას
განვითარებული ლიბერალური დემოკრატია. და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თვითონ საზოგადოება ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდეს ამ მიზნისკენ და როდესაც თავს ახვევენ რაღაცა ახალს და უცხოს, როგორი რეაქცია აქვს მას ამაზე. ანუ ეს არის ერთ-ერთი დაკვირვება მათ შორის, რაც ამ წიგნშიც აქვს და ეს ახდა ხო ჩვენ 92,000-იანი წლების შემდეგ ჩვენ ხედავთ განსაკუთრებით ბოლო 15 წლის განმავლობაში როგორ ხდება ავტორიტარიზმის ზრდა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, როგორ ხდება ეს ავტორიტარიზმი უფრო გავლენიანი, როგორ შექმნეს მათ საერთო ქსელი და ეს ავტორიტარიზმი გაჩნდა არა მხოლოდ მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც თქვა დიდი მოლოდინი ლიბერალურ დემოკრატიაზე არ იყო, არამედ გაჩნდა ევროპის შუაგულში და ამის საუკეთესო მაგალითია ორბანი, ხო, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია მართავს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქვეყანას აღმოსავლეთ ევროპაში. რომელზეც ვერ იტყვი, რომ რაღაცა ისტორიული წარსული არ აქვს დიდებული თუნდაც და ან იმპერიული გამოცდილება, ან კულტურა, მაგრამ ავტორიტარიზმი ორბანი ძალიან კაი მაგალითი მოიყვანა იმისა, როგორ შეიძლება დემოკრატია გამოიყენოს ავტორიტარიზმმა ინსტრუმენტად და პოპულიზმი და ამით შეინარჩუნოს ეს თავისი ავტოკრატია. ხო, ესე ფორმალურად ხო არჩევნებით მოდის ორბანის და დემოკრატიას აქვს ძალიან ბევრი სისუსტე, ისეთი რამ, რაც შეუძლია ძალიან კარგად გამოიყენოს ავტორიტარიზმმა და პოპულიზმმა ნამდვილად და დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ მსოფლიოში, ეს არის ლიბერალური დემოკრატიის ძალიან სერიოზული კრიზისი. და შესაბამისად კრიზისი იმ მსოფლიო წესრიგის, რომელიც იმ საფუძველზე იყო აღმოცენებული, რომელსაც კარნახობდა ლიბერალური დემოკრატია, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგი. ჩვენ არ ვიცით ახლა, ანუ ეს არის მთავარი კითხვა და ეს კითხვები მაინდა-მაინც წელს და გასულ წელს არ გაჩენილა და არც სხვათა შორის უფრო ადრეც გაჩნდა, ვიდრე რუსეთი შეიჭრებოდა ესე პირდაპირ აგრესიით ომით უკრაინაში, რომ დაინგრა თუ არა ეს წესრიგი, იმიტომ რომ რუსეთი არც არასოდეს არ ყოფილა ამ ლიბერალური წესრიგის დამცველი, უბრალოდ ის რაღაცა პერიოდის განმავლობაში იძულებული იყო ამ წესრიგს დამორჩილებოდა და თვალი აეხვია უფრო სწორად, იმიტომ რომ ყოველთვის კვეთდა წითელ ხაზებს და პირველი მთავარი წითელი ხაზის გადალახვა, როდესაც მოხდა და ეს ლიბერალური წესრიგი, საერთაშორისო წესრიგი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ეს იყო 2008 წელს, როდესაც საქართველოში შემოიჭრა, ხო? და მაშინ დასავლეთის რეაქცია მაშინ, ხო და აი ზუსტად აი ამაზე მინდა ლაპარაკი, რომ დასავლეთის რეაქცია იყო მაშინ გამაოგნებელად არასწორი. დაიბრმავა თვალები დასავლეთმა. მიუხედავად იმისა, რომ ესეც ვახსენოთ, რომ არა დასავლეთი კიდე როგორ დასრულდებოდა ეს ინტერვენცია კაცმა. ხო, არა, თავისთავად, მაშინ ყველაზე დიდი როლი პრინციპში უნდა ვთქვათ ღიად და ცალსახად, რომ ამერიკა მითამაშა და ბუშის ადმინისტრაცია მითამაშა, როდესაც ძალიან მკაფიო სიგნალები გამოაგზავნა და მაშინ რუსეთიც არც იყო ისეთი ძლიერი, ვთქვათ ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით, როგორიც იყო იმ პერიოდში, როდესაც გადაწყვიტა. სულ მაგას არ ვამბობთ, რომ სანამ ძალიან ძლიერი არ არის, მანამდე უნდა. ხო, და მანამდე აი ყოველთვის იყო, აი მოკლედ ეს მთელი პრობლემა იმაშია, რომ დასავლეთმა ჩათვალა და ევროპულმა საზოგადოებამ და განსაკუთრებით როცა ვლაპარაკობთ და მათ შორის ამერიკულმა, ანუ ცივილიზაციურად დასავლეთს როდესაც ვლაპარაკობთ და რომელიც დასავლეთი მოიცავს ასევე იაპონიასაც, ამ შემთხვევაში ჩათვალა, რომ ყველაფერი დამთავრდა, ანუ ეს არის ჩვენ ვართ ახლა იმ ეტაპზე, რომელიც აღარ შეიცვლება. ისტორია მოგვიყვანა ამ ბოლო ეტაპამდე და ახლა ყველაფერი იქნება კარგად. ნუ შეიძლება გქონდეს პატარ-პატარა კრიზისები, პატარ-პატარა პრობლემები, მაგრამ ფუნდამენტურად არაფერი აღარ შეიცვლება და დარჩება ისე, როგორც არის, იმიტომ რომ ვერ დაბრუნდება მეორე მსოფლიო ომი, ჩვენ გამოვიტანეთ საჭირო მაგალითები, საჭირო გაკვეთილები წარსულიდან და ეს იქნა მიღებული როგორც მოცემულობა. და ზაქარია ამბობს და ეს ყველაზე მეტად მომწონს, რომ ეს ბოლო 30 წელი, როდესაც სოფლიოში, ყოველ შემთხვევაში დასავლეთში იყო ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი კეთილდღეობის, მშვიდობის, თავისუფლების, ეს იყო ისტორიისგან დასვენება. იმიტომ რომ ისტორია ეს არის ომების ისტორია, ხო? და სახელმწიფოების ძალის დემონსტრირების ისტორია, სახელმწიფოების ერთმანეთთან დაპირისპირების ისტორია, რესურსებზე, და პროგრესის რეგრესის ისტორია. პროგრესის და რეგრესის ისტორია
ისტორია, ხო, იმიტომ რომ სნაიდერიც ამას ამბობს, რომ ისტორია არ არის ესეთი წრფივი, ის ყოველთვის არის თაღისებრი. შეიძლება და ამაზე ყველაზე კარგად ამას რომის მაგალითი აჩვენებს, რომაული ცივილიზაციის შემდეგ როგორ დაბნელდა და როგორ გაჩნდა საუკუნეები სიბნელის, როდესაც არა მხოლოდ ინტელექტუალური მიღწევები კი არა, ელემენტარული საინჟინრო მიღწევები, ელემენტარული მიღწევებიც კი ვეღარ გადარჩა და მთელ სოფლიოში ჩამობნელდა მის განსაკუთრებით და ევროპაში და ყველაფერი ფაქტობრივად დაიწყო თავიდან, ხო? ამიტომ ის რომ ეს არ არის წრფივი და თავისთავად არაფერი არ მოდის და შეიძლება ერთი ცივილიზაცია ისე დამთავრდეს, რომ საუკუნეები აბსოლუტურად სხვა მოცემულობაში ცხოვრობდეს კაცობრიობა, ეს ამის მაგალითი წარსულში გვაქვს. და გაველურებას რამდენად მცირედ რო ჭირდება. ამ აზრს იზიარებს ზაქარიაცის ამბობს, რომ აი ესე საჩუქრად არაფერი არ უნდა მივიღოთ მოცემულობა და ყველაფერი არის ყველაფრისთვის უნდა და რაღაც მარადიულ მოცემულობად რაც თავარია. მარადიული მოცემულობა და დასავლეთი იყო ამ განცდაში, ამ თვითტკბობაში, ამ სიმშვიდეში ჩაძირული და არ უნდოდა ამ თვითტკბობიდან და სიმშვიდიდან თავის ამოყოფა. როგორ ფიქრობ ამ წიგნში არის აი ეს ქვეტექსტში რომ განვითარებას როდესაც აღწევს რაღაც საზოგადოება, ქვეყანა, წყობა, მერე გარდაუვალია აი ასეთი უკუსლა თითქოს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს იწყება ჰოლანდიის მაგალითით და რაც თავი ძალიან მინდა დავაწყნა რომ ყველა ვისაც სიტყვა რევოლუციის ეშინია, აი წაიკითხეთ ზაქარიას წიგნი ზუსტად იმით იწყება რომ რევოლუცია სინამდვილეში რევოლუციას პირიქით ამას წესრიგის ის არის სადაც მაინდა-მაინც არ ხდება წარმომავლობა და კოპერნიკის მაგალითი აქვს რომ ხო რევოლუციური ცვლილებები ყოველთვის არ ნიშნავს რაღაც ქაოსს და გაუგებრობას პირიქით უნდა იყოს მაგრამ ამ რევოლუციასთან ჭირდება ევოლუცია კულტურული და ეკონომიკური და საზოგადოებრივი სოციალური რომლის გარეშეც მე ვიღებთ ან რაღაც დემოკრატიის ფიქციას და სიმულაციას ან პირდაპირ ავტორიტარიზმის მოძლიერებას რომელიც გადაყლაპავს ხოლმე და აი იცი რა დამაკდა წიგში ყველაფერი არის დალაგებული აი გილაგებს თავში რა მოდელით რის გამო ვერ მიაღწია წარმატებას ვინ რის გამო მიაღწია როგორი რევოლუცია არის რასაც მე მაქვს დემოკრატია ბიოლოგიური მაგალითები დამაკდა ბაქტერიების და პარაზიტების როგორ ხარობენ იმიტომ რომ მომავალში ვფიქრობ აი ესე წიგნებში ამასაც გაითვალისწინებენ ხოლმე რატომ ხდება ასე რატომ შეიძლება რომ კაცობრიობა გაველურდეს ზუსტად 5 წუთში აი ახლა ჩვენ რასაც უყურებთ და მე და შენ რასაც მთელი ღამეც უთენეთ არა მარტო გუშინ არამედ ბოლო დღეები და რასაც ვხედავთ ეს ალბათ აი იმ დროს როდესაც შენ ახსენე რომ ეს ლიბერალური დემოკრატია იყო როგორც გარდაუვალი მოცემულობა ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც ეკონომიკური წარმატება ექნება, ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ შეიძლება ამ რიცხვზე პირდაპირ დახვრეტილი მოქალაქეების, საკუთარი მოქალაქეების დასავლეთი აი ესე ამას შეესწროს და შეიძლება დიდადაც ვერ ჩაერიოს და ველოდებით რომ ახალგაზრდა ბიჭი შეიძლება ჩამოახჩან იმისთვის რომ უნდა თავისუფლება. ეს ეხა ხო არაფრით არ განსხვავდება იმ შუა საუკუნეების და ბნელი დროის არაფრით. ანუ დასავლური ცივილიზაციის მიღმა ყოველთვის არსებობდა ადგილები, sadაც იგივე ირანი არის შესანიშნავი მაგალითი. ხო, სუსტად მამას ვამბ ირანში ამას ვინ წარმოიდგენია. ხო, როგორ მოხდა შემოbrunება, რადიკალური შემოbrunება და წლები გაძლო უსასტიკესმა რეჟიმმა ისე რომ ბოლო პერიოდამდე ძალიან ბევრი მომხრე ყავდა ამ სწორედ ამ ფანატიზმით და ადამიანების ტვინის გამორეცხვით და პროპაგანდით. ამიტომ კომუნისტების და სასულიერო პირების ერთობლივმა პროექტმა მოიტანა თან შედეგი და რევოლუციამ, ხო? ამიტომ არის რომ სიტყვა რევოლუციას ალბათ ასეთ მაგალითებსაც მოაქვთ, ხო? შიში ამ რევოლუციის, რასაც წერს, რომ ყველა რევოლუცია თუ ეს ინდუსტრიული რევოლუცია რაღაც კომპონენტებს არ ითვალისწინებს, შეიძლება მიიღო ეს აიათოლების ხო, აი ზუსტად მაგას ამბობს ერთი წამი იმასაც ვიტყვი, რატო გადავწყვიტე აი ამ წიგნის თარგმნა, ხო, გარდა იმისა, რომ ზაქარია ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა და თვალყურს ვადევნებდი. ეს არის CNN-ის კვირის შემაჯამებელი გადაცემის წამყვანიც და იბეჭდება ვაშინგტონ პოსტში, მანამდე უამრავ სხვა გამოცემაში იბეჭდებოდა წიგნები, შემდეგ დაწერა ძალიან აი არალიბერალური დემოკრატიის აღზევების შემდეგ დაწერა სხვების არ არის, პირადად არ ვიცი, იმედია გავიცნო.
მაგრამ ხო და განსაკუთრებით აი ბოლო პერიოდში შემიყვარდა, იმიტომ რომ როდესაც აი ამ დიდი პოლარიზაციის ფონზე ამერიკაში, კულტურული პოლარიზაციის ფონზე ძალიან ბევრმა მოაზროვნემ დაკარგა რაღაცა საღი აზრი, პრინციპში ვერ ვიტყვი რომ ბევრი, პრინციპში ჩემო საყვარელმა მოაზროვნებმა არა, აი და ზაქარი არის ის იგივე დემოკრატი, რომელმაც ძალიან კარგად გაანალიზა დემოკრატების შეცდომები, ძალიან კარგად მემარცხენეების პრობლემები და საღი აზრი შეინარჩუნა ძალიან მძლავრად და დღეს ზუსტად მსოფლიოს აკლია ეს საღი აზრი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ეს წიგნიც როდეს დავიწყე ამის თარგმნა, ჩვენი მძიმე პერიოდი არ რჩება, მუდმივად გვაქვს, მაგრამ არის განსაკუთრებულად მწვავე პერიოდი და მოყოლებული ნოემბრიდან შარშან ეს უმძიმესი პერიოდი გქონდა, რომელიც დღემდე გრძელდება, მაგრამ მაშინ მე თვითონ ძალიან ცუდად ვიყავი. მე ამას მოყვა ტრამპის არჩევა, ამას მოყვა ზელენსკის და ტრამპის პირველი შეხვედრა თეთრ სახლში, რომელიც იყო საოცრად ემოციური და გამანადგურებელი ბევრი ჩვენგანისთვის. პარალელურად სოფლიოში ხდება ძალიან ბევრი რამ, რომელიც გინდა რომ ახსნა რა ხდება, იმიტომ რომ რეალურად კრიზისები ყოფილა ძალიან ბევრი წარსულშიც, მათ შორის 60-70-იან წლებშიც, მაგრამ ასეთი ტიპის მასშტაბური სისტემური კრიზისი და ესეთი პერიოდი, როდესაც არ ვიცით მომავალში რა იქნება, არ გვქონია, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვართ მომსწრე რამდენიმე რევოლუციის პარალელურად. ანუ რამდენიმე რევოლუცია ხდება პარალელურად და ყველა ადამიანს ამ დროს ჭირდება რაღაც, რაც გაარკვევს, დაალაგებს, სისტემატიზაციაში მოიყვანს, სისტემაში მოიყვანს და ხოთა ნენდობა რასაკვირველია, ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია მის მოსაზრებებს და აი ეს ტექსტი ჯერ თავიდან მის ინტერვიუებს უსმენდი და ძალიან დამაინტერესა და მე წიგნის წაკითხვა გადავწყვიტე და მე მივხვდი რომ კარგი იქნებოდა თუ ქართულადაც იქნებოდა, იმიტომ რომ დღეს რაც ხდება მსოფლიოში, ხო, აი მას ძალიან კარგად ხსნის, ამის ფესვებს ეძიება, რატო ხდება და არის კიდე ისტორიული წანამძღვრები, იმიტომ რომ აი მას აი რევოლუციებიდან, რაზეც აილაპარაკე, ჰოლანდიის რევოლუცია, საფრანგეთის რევოლუცია, ბრიტანეთის Glorious Revolution და ასევე ამერიკის ინდუსტრიული რევოლუცია, აქედან ყველაფრიდან საერთო ამის ეკონომიკურ საფუძვლებზე რა კარგად წერს, რომ ამის ტენდენციები გამოაქვს და ამ ტენდენციების ძაფები მოდის დღევანდელ დღემდე. გინდა რომ პოლიტიკოსებმა წაიკითხონ ეს წიგნი? აუცილებლად, მე საერთოდ მგონია რომ თუ ადამიანი არის პოლიტიკაში, ან პოლიტიკოსია, ან პოლიტიკით დაინტერესებული, ან სოფლიო პოლიტიკა აინტერესებს, საერთაშორისო პოლიტიკა აინტერესებს და საერთოდ რაიმე ტიპის შემხებლობაშია, ხო, ეს ერთ-ერთი წიგნია, რასაკვირველია, ბევრ სხვა წიგნთან ერთად, და როგორც ჩემ პრეზენტაციაზე ითქვა, მეც აღმოვაჩინე ჩვენ ყველამ ამ წიგნის წაკითხვის მერე რაღაც იდენტობა პოლიტიკური ზუსტად განსაზღვრეთ და ვართ რადიკალი ცენტრისტები, ესე გამოვიდა ხო? ხო, მე ნამდვილად, იმიტომ რომ მე თავიდან ცოტა ველოდებოდი. იმიტომ რომ ზაქარიას ეძახი რადიკალ ცენტრისტი. ხო, და ამ რაზე გამეცინა, იცი რაღაც სტერეოტიპულად ველოდებოდი, რომ ვკითხულობდი, რომ აი ეხლა ნუ ეს თითქოს იქითკენ მივყავდი, რომ მაინც დემოკრატია და აკრიტიკებს რესპუბლიკელებს და ასეთი იმას, მაგრამ ისეთი ობიექტური კრიტიკა აი ამ თუნდაც იმ ლიბერალური დემოკრატიის მოუმზადებელ საზოგადოებაში აი იმ არააქტუალური თემების შემოტანის, რომელიც მერე პირიქით უკან აბრუნებს ხო საზოგადოებას და ძალიან ჩამრჩა კარგად მაგალითი იმის, რომ ჭკვიან თავები, რაც ახლა ჩვენ ქვეყანაში ხდება, რომ გადინება ხდება, აი ტვინების გადინება, თავარი, ყველაზე ცუდი ემიგრაცია არის, როდესაც გადის ინტელექტუალური რესურსი, ხო, ქვეყნიდან. მერე როგორ იყენებს აი ეს რევოლუციის და ეკონომიკური გარდაქმნის სტადიაში მყოფი ქვეყანა, როგორ იყენებს ამ ადამიანებს სათავისო და აძლევს საშუალებას, რომ კაცობრიობას მისცე რაღაც. გახსოვს იქ ეპიზოდი სპინოზა და დეკარტი, რომ თავის ქვეყნიდან ამერიკა იყო, ხო, მე-20 საუკუნეში. კი, ზუსტად ეს არის. ესეთი
ესეთი იყო, საერთოდ ჩემთვის აი ხო არის, მაგრამ ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ამ წიგნის თარგმნისგან, ისეთი ძალიან საინტერესოა, ანუ თუ ოდნავ გაინტერესებთ ისტორია და პოლიტიკა, თან მარტივად იკითხება, არ არის რთული საკითხი, კარგად წერს, ანუ მე ძალიან დიდ ღირსებად მიმაჩნია ავტორის, რომ მათ შეუძლიათ მარტივად წერა. და კარგია, რომ თარგმანში ასე შემოგვინახე ეს მარტივად. ხო, ჩემთვის ამოცანა იყო, რომ ქართულად ყოფილიყო ყველასთვის ყველაფერი გასაგებია და ადვილად აღსაქმელი. არ ყოფილიყო უბრალოდ ავტომატური თარგმანი, არამედ ადამიანი რო დაიწყებს კითხვას, მისთვის ყველაფერი იყოს გასაგები და ეგონოს, რომ ქართულ ტექსტს კითხულობს და არა ნათარგმს. ამაზე ძალიან ბევრი ვიმუშავე თითო. ეხლა კი ბევრი რაღაცები გაიპარა აქაც ეხლა კორექტურის ეს მე მგონი რაღაც შიდა ის არის სამზარეულოს ამბები, რომელიც თავარი არის. ხო, მაგრამ თავარი იყო, რომ კითხვის პროცესი ყოფილიყო სიამოვნება. არის ნამდვილად. და ამის გამო ხო და ამას ვამბობდი, რომ აი სპინოზას რო გააქცევ შენი ქვეყნიდან და რაღაც წარმომავლობის და რაღაცების გამო დეკარტს, ხო, მე ის ქვეყანა, სადაც ის ჩადის, რა თქმა უნდა, სათავისოდ გამოიყენებს და მისცემს საშუალებას. ხო, როგორც ჰოლანდიამ, როგორც ამსტერდამი იყო თავშესაფარი დევნილი ინტელექტუალების, აი ზუსტად ამას ვამბობდი და რაც მთავარია ეს გადმოვიტანე ჩვენ დღევანდელობაზე, ეს პარალელიზაცია სულ გაქვს წიგს რო კითხულობ, რომ ჩვენც ახლა რას ვაკეთებთ, რომ ყველა ვინც შეიძლება ამ ქვეყანას რაღაცას უკეთებდეს და რაღაც სარგებელი მოქონდეს, ჩვენი ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ ეს ხალხი შეავიწროვოს, განდევნოს და რა თქმა უნდა, ჩვენ კარგავთ ახლა ყველაზე მთავარს, ჩვენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ აი ამ მეოთხე თუ მესამე ინდუსტრიულ რევოლუციაში მივიღოთ სწორი ადგილი. ხო, ერთით აი ჰოლანდიაზე ხო, რასაკვირველია, სულ პარალელები გიტივტივდება, მათ შორის შეიძლება ახლა ზუსტი პარალელები არ იყოს, მაგრამ ნახო, რომ დეცენტრალიზაცია ესე იგი საჭიროა. ესე გიტივტივდება ეს პარალელები. ჩვენ ტვინი ეგრე მოწყობილი, რომ გინდა რომ და აი მაგალითად ჰოლანდიის მაგალითი არის საოცარი მაგალითი, როგორ შეიძლება პატარა ქვეყანა სრულიად მტრულ გარემოში გახდეს ინოვატორი ყველა მიმართულებით. ფაქტობრივად ჭაობში თან აი ხო, თან ეს ყველაზე საინტერესო ეს არის, ანუ რომ ეს ძალიან კარგი ესეთი ნათქვამია, რომ ღმერთმა შექმნა დედამიწა და ჰოლანდიელებმა ყველაზე დიდი პროვინცია ნიდერლანდებში შექმნეს ნიდერლანდები და აი საინტერესო ნაწილია, როგორ მართლა აკოწიწებდნენ მიწას, იმიტომ რომ რომელსაც ხო, ზღვას აწებდათ ხოლმე, ამათ უკან მოქონდათ და მდინარის სათავეებში დაგროვებული შლამებით ცდილობდნენ, რომ რაღაცა პატარა სავარგულები გაეკეთებინათ. იმიტომ რომ ქონდათ წყლის ზედმეტობა და წყლის პრობლემა, სასმელი წყლის ნაკლებობა ქონდათ და წყლით იტბორებოდა მათი საცხოვრებელი სავარგულები და ასე შემდეგ. და ამან ყველაფერმა აიძულა ეს ძალიან პატარა ქვეყანა, რომ ეთანამშრომლად ერთმანეთთან დეცენტრალიზებულად და ყველას ქონდა საერთო ხმა იმისათვის, რომ გადაელახათ პრობლემები და მეორე გამოეგონებინათ ინოვატორები ყოფილიყვნენ ტექნოლოგიური თვალსაზრისით, რაც მათ საშუალებას მისცემდათ, რომ საცხოვრებელი პირობები გაეუმჯობესებინათ. ამიტომ ამ ორმა ფაქტორმა შექმნა შესაძლებლობა იმისა, რომ პირველი ლიბერალური დემოკრატია, მაშინ ეს სიტყვა არ იყო, მაგრამ ასეთი მოწყობა და გაჩენილიყო და თან მაშინ წარმოვიდგინოთ ჩვენ ევროპა ჯერ ებრძოდა და თავი დააღწია ესპანეთს და ესპანეთმა რა შეცდომა დაუშვა, მოდი აქვე ვთქვათ, რომ ომებს გადააყოლა საკუთარი აღორძინების ხანა. აი როგორც აი ხა რუსეთის მაგალითი რო ავიღოთ, ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა უზარმაზარი სიმდიდრე, მით უმეტეს ამერიკიდან ჩამოტანილი სიმდიდრე ჰქონდა ამ თავის სიმდიდრეზე დამატებული, აბსოლუტურად სხვა გზით წავიდა და ძალიან მალე დროში, ხო, ძალიან მალე ჰოლანდიამ შეძლო, რომ ამ უზარმაზარი ქვეყნისთვის განვითარების დონით მნიშვნელოვნად უდიდრო ასროლინა. ხო, და მერე უკვე წამოწეულ საფრანგეთთანაც, ანუ ყველაზე ანუ არ იყო ქვეყანა მაშინდელ, ჩვენ ვლაპარაკობთ მე-17 საუკუნეში, არ იყო ქვეყანა, რომელიც ამ ეკონომიკური თვალსაზრისით, სანაოსნო თვალსაზრისით გაუწევდა კონკურენციას ჰოლანდიას. და ეს იყო პერიოდი მაშინ, როდესაც აბსოლუტური მონარქიის აყვავების დრო იყო და სრულიად გამოჩხერილი იყო ჰოლანდია, ამ
ევროპის სხეულზე, როგორც მას ლუი მე-14 უწოდებდა, როგორც წყლული ამ სხეულზე და უნდა მისი მოშორება, იმიტომ რომ ამ დროს გავიხსენოთ, რომ რეფორმაცია უკვე მომხდარია, შესაბამისად ეს უმნიშვნელოვანესი ნებისმიერი ასეთი ტიპის რევოლუცია და რეფორმაცია იყო ინტელექტუალური რევოლუცია, ხო? ეს ამას ორი მიმართულებით აქვს თავისი კარგი მხარე და აქვს ცუდი მხარე. ცუდი მხარე ის იყო, რომ ამის შემდეგ იდენტობები პირდაპირ დაუკავშირდა რელიგიას და ევროპა ჩაერთო, ჩაეფლო ამ რელიგიურ ომებში, ხო? და უამრავი ადამიანი სიცოცხლე შეიწირა ამ რელიგიურმა ომებმა, სანამ ვესტფალიის ზავით არ მოხდა შეთანხმება იმაზე, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება, არსებობის გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ძალიან ინფანტილურად დღეს მართ, ხო შეიძლება რომ აი ამ წერტილამდე არ მივიდეს ხოლმე და ცოტა პირველ მეორე მithumetes რომ კაცობრიობა მათაშჯერ გაიარა უკვე ეს რა. და მეორე მხრივ, ხო, ეს ამან რელიგიურ რეფორმაციამ გახსნა კარი კრიტიკული აზროვნებისთვის, იმიტომ რომ თუ შენ რელიგიის მიმართ კრიტიკულ კითხვებს სვამ, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ძალაუფლების მიმართ სვამ ასეთ კითხვებს და შესაბამისად კრიტიკული აზროვნება გაიფურჩქნა და სპინოზადან დეკარტის ჩათვლით და სპინოზაც და ყველა ეს დევნილები დეკარტის საფრანგეთიდან, სპინოზას ოჯახი მე მგონი იყო პორტუგალიიდან დევნილი ებრაელები და არა მხოლოდ ესენი, უბრალოდ დიდ სახელებზე ვლაპარაკობთ, გახდა ცენტრი ამსტერდამი ამ კრიტიკული თავისუფალი აზროვნების და არა მარტო ამ ყველაფერმა მოიტანა შემდეგ რომ პირველი საფონდო ბირჟა, პირველი ბანკი, პირველი პაქს ჰოლანდიკა შეიქმნა და ახალი გზები გაჭრა, იმიტომ რომ რაღაც ცოტა საქართველოს მაგალითი მინდა შემოვიყვანო, რადგან ესპანეთმა და ბოიკოტი გამოუცხადა და მასთან ვაჭრობის პრობლემა ჰქონდა, ეს კრიზისი გახდა ყველანაირი ტიპის გეოგრაფიული კრიზისი, დამპყრობელთან ურთიერთობის კრიზისი, გეოპოლიტიკური ყველანაირი კრიზისი ჰოლანდიამ გამოიყენა იმისათვის, რომ იმ პერიოდში მიაღწია წარმოუდგენელი წარმატებებისთვის და სწორი ეკონომიკური მოდელიც რაც თავარია. ხო, აბსოლუტურად, იმიტომ რომ მაგის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა და ამიტომ აი სუის მახსენდება საქართველოს მაგალითი, რომ აი პატარა ქვეყანა ხარ და ვერაფერს ვერ შეძლებ. ყველაფერს შეძლებ, თუ სწორად წარმართე და სწორად მიმართე ხალხის ენერგია და თუ სწორად დაინახე ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში რა შეგიძლია გააკეთო და რა როლი შეგიძლია შეითავსო. თუნდაც ის რომ ავტოკრატიებისგან გამოქცეული ხალხი ხო, შენ აქ შეიფარა და შეუქმნა საფუძველი და ჩვენ რა გავაკეთეთ, ყველა ის რუსი იქნებოდა, ირანელი თუ ინგლისიდან წამოსული თუ სხვა აზერბაიჯანიდან, აქ ჩამოსვლა მათთვის არის საშიში, იმიტომ რომ შეიძლება გადასცენ თავის ქვეყანას და გავაძევეთ ის ხალხი, ვისაც აქ შეეძლო ინტელექტუალური რესურსი. და კიდე ერთი პარალელი დავიდახე, როგორც საფრანგეთმა გადაწყვიტა, რომ მოეშორებინა ეს მოდელი არაფერში არ ჭირდებოდა აბსოლუტიზმის ზეობაში მყოფ საფრანგეთს. სამაგერთ ინგლისი მიხვდა რომ ჭირდება. ხო, და ინგლისმა, იმიტომ რომ ინგლისის სხვა ტიპი, ინგლისაც მართლა გეოგრაფია არის ბედის წერა რა, ინგლისის სხვა გეოგრაფია ჰქონდა და შესაბამისად განვითარების სხვა ტრაექტორიით წავიდა და აჩვენა ყველაზე წარმატებული მაგალითი, ამერიკამდე, მსოფლიო, იმიტომ რომ მაგრამ მეფის ექსპორტი იყო მთავარი, რომ ჩაიყვანეს. ხო, წაიყვანეს კაცი, რომელიც ჰოლანდიის, ასე ვთქვათ, სახელოვანი რევოლუციის დროს ჰოლანდიის ორანელი მთავარი მეფეც არ ყოფილა, უბრალოდ იყო ძალიან გავლენიანი გვარი, რომელსაც უზარმაზარ პატივს სცემდა და ორანელი ჩავიდა იქ და მაშინ კონსერვატორი იყო ჰოლანდიის კრიტერიუმებით, მაგრამ ძალიან ლიბერალი აღმოჩნდა და რასაკვირველია პრობლემები და ასე ვთქვათ კათოლიკებთან დაპირისპირებები იყო და ირლანდიასთან, მაგრამ მოკლედ ამ სისხლიანი დაპირისპირებების გარდა ინგლისმა შეძლო, რომ ძალიან ნელა თვისობრივად განვითარებულიყო, წინწაწეულიყო და გამხდარიყო ინდუსტრიული რევოლუციის აკვანი. მოკლედ, მაგრამ ეხლა ეს დანარჩენი ჩვენმა კითხულმა წაიკითხოს, მაგრამ მნიშვნელოვანი მგონია აი მოდელის მიგნებაზეა, კონცეფციაზეა, რომ როდესაც ყველა წინსვლა. და თან რაც თავარია, ძალიან მინდა ესეც ვახსენოთ, იმიტომ რომ ესეც ძალიან კარგი ის არის, რომ საფრანგეთის რევოლუციისგან რითი
განსხვავდებოდა, თქვათ ინგლისისა და ჰოლანდიის მაგალითი, ხო? იქ რაღაც რაც ზემოდან იყო თავს მოხო, იმიტომ რომ ფრანგებს უნდოდათ, ლაფაეტს უნდოდა, რომ სწორედ ეს შუალედური, არარადიკალური გზა აერჩია, მაგრამ მათ შორის ისტორიულმა სხვადასხვა წინამძღვრებმა და ფაქტორებმა მაინც რადიკალიზმის გზით წაიყვანა საფრანგეთი და იაკობინელების სისხლიანი ტერორით დამთავრდა, რომელიც ხუთშორის თაგონების წყარო იყო, შემდეგ საბჭოთა ტერორისთვის. ნუ ტერორს ახლა დიდი თაგონების წყარო არ ჭირდება, თავარია დაიბადო მანიაკი. მაგრამ ეს იაკობინელების და რობესპიერი იყო თაგონების წყარო. ეს ხუმრობაც როა, ხო იცი, ეს გილოტინა, ვინც მოიგონა, რომ ძალიან დიდი ჰუმანისტი იყო, იმიტომ რომ ის ქონდა აზრი, რომ არ ეტკინოს ხალხს და სწრაფად მოგდეს და მე აამუშავეს ეს როგორც რაღაც ისა. ხო და სხვა შორის მაგ გილოტინას ყოველ შემთხვევაში ახლა შეიძლება აქ საფრანგეთის რევოლუციაზე არსებობს ორი სხვადასხვა აზრი და ამიტომ აქ ყოველთვის მაგალითად ალეკო მიქაბერიძემ ჩვენ ყველაზე დიდმა ისტორიკოსმა მითხრა, რომ საფრანგეთის რევოლუციაზე ამ თავს არ ეთანხმება, რაც საქართველოს უწერია და ცოტა სხვა ხო, მაგრამ ალეკო არის ხო ყველაზე ერთ-ერთი დიდი ნაპოლეონი, რომ მიზეზები თლად ბოლომდე ესე ზემოდან წამოსული არ იყო რა, საშუალო ფენასაც ჰქონდა მიზეზები, ქვემოდან წამოსული იყო, მაგრამ ის საყრდენები, რაც ჰქონდა მაგალითად ბრიტანეთს, ხო, საზოგადოების სოციალური განვითარების თვალსაზრისით, ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის რა თვალსაზრისითაც იცი, რომ ძალიან ესეთი უცნაურია ისტორია, რომ შავმა ჭირმა მთლიანად შეცვალა შრომითი ბაზარი ბრიტანეთში და ვერაფერ განსაკუთრებით დიდი ცვლილებები ვერ მოახდინა ევროპაზე, კონტინენტურ ევროპაზე, მაგრამ ბრიტანეთში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ისევე როგორც კონტინენტურ ევროპაზე, შრომა დაფასდა და მუშებს გაუჩნდათ უფრო მეტი უფლებები. შეიძლება არ ყოფილიყო დაწერილი, მაგრამ მათ შეეძლოთ, რომ თავისი, ასე ვთქვათ, პირობები წამოეყენებინათ, ამან ასევე მოიტანა ტექნოლოგიების განვითარების ბიძგი და პირველი საქსოვი დაზგა სხვათა შორის საფრანგეთში იქნა მოგონილი. მაგრამ იმის გამო, რომ გადაწყვიტეს, რომ საქსოვი დაზგა შეუშლიდა ხელს, ანუ შეამცირებდა მუშახელზე მოთხოვნილებას, კონკურენციას გაუჩნდა და დაამტვრიეს. და აი აქ უნდა მივიდეთ ტექნოლოგიებზე, ხო, იმიტომ რომ აი ტექნოლოგიური წინსვლა. მაგრამ დღევანდელი საფრანგეთი მაინც შეგვიძლია ჩავთვალოთ დღეს როგორი ქვეყანაც არის საფრანგეთი, საფრანგეთის რევოლუციის პირმშოა მაინც. ხო, ზაქარია ამბობს, რომ ამის ძალიან და სისხლიანი გზა გაიარა, ხო, რამდენი რესტავრაცია, რამდენიმე რევოლუცია, აი კვაზიფაშიზმი, მოკლედ. ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, ბრიტანეთის გზა არის ბევრად უფრო ევოლუციური, მდგრადი, განვითარებადი და იმართლა საოცარი გზა გაიარა ამ პატარა კუნძულმა იმისათვის, რომ მიეღწია სოფლიოზე, ანუ სოფლიოს რაღაც ძალიან დიდ ნაწილს აკონტროლებდა. და მე გახდა იმპერია. და იმპერია, ხო, რასაკვირველია, იმპერია გახდა, ხო, იმპერიით მიაღწია ამ ხელა გავლენას. და აი ახლა მინდა რომ ტექნოლოგიებზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ სწორედ ამაზე აქ ლაპარაკი, რომ აი ამ განვითარებას ყოველთვის მოყვება უკურიაქცია. ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც ამ განვითარების მიღმარჩებიან და შესაბამისად მათ უჩნდებათ შიშები, მათ უჩნდებათ გაუცხოების შეგრძნება და ამ შიშებს და გაუცხოების საკითხებს შემდეგ გაუცხოებას იყენებენ შემდეგ პოლიტიკოსები იმისათვის, რომ მისი ტრანსფორმაცია მოხდეს არასწორი მიმართულებით. და ამიტომ აი ჰოლანდიის რევოლუციის შემთხვევაშიც კი ის ამბობს, რომ კი განვითარდნენ ქალაქები, დიდი ქალაქები, მაგრამ ასე ვთქვათ, რეგიონებში, პატარა სოფლებში მცხოვრები ადამიანების უკმაყოფილება იზრდებოდა, იმიტომ რომ მათი ეკონომიკა ომზე იყო დამოკიდებული, შესაბამისად ამ ადამიანებს შემდეგ უფრო იდენტობის პრობლემებიც გაუჩნდათ, დაიწყეს ბრძოლა უფრო მეტი კონსერვატიზმისთვის, ანუ ღიაობა ამ დიდი ქალაქების, ხო, საზღვაო ქალაქების მათთვის იყო მიუღებელი და დაიწყეს თავისი ღირებულებებისთვის ბრძოლა. მუდმივად კულტურის ომები, რასაც დღეს უწოდებენ ამ საზოგადოებაში მთავარ ღირებულებებზე განხეთქილებას, ეს არის კულტურის ომები, არის მთავარი ერთ-ერთი მთავარი ყოველთვის, რაც მოყვება ხოლმე დიდ პროგრესს და განვითარებას და ეს ჩვენ რასაც ხედავთ დღეს პოპულიზმის
პატერიალიზმის დაბრუნება, ნაციონალიზმის დაბრუნება, ძალიან შეზღუდული აზროვნების დაბრუნება, კარჩაკეტილობის მოთხოვნა, ეს ყველაფერი არის შედეგი იმ ძალიან დიდი რევოლუციის, რომელიც მოიტანა უკვე ბოლო წლებში, ყველა ეტაპზე ჰქონდა თავისი უკურეაქცია, მაგრამ ამ პერიოდში ძალიან ბევრი რევოლუცია დაემთხვა ერთმანეთს და ამ რევოლუციებზე უნდა ვილაპარაკოთ, რაც ხდება დღეს მსოფლიოში. სანამ ვილაპარაკებთ, ერთი ესეთი ლირიული გადახვევა, თორე ძალიან აკადემიური რო არ გამოგვივიდეს შენი ლექცია. აი ხო ამბობე რომ აქაც არის ამ წიგნში ამ იდენტობის ძიებაზე, კარჩაკეტილობაზე, რაღაცა შეფარებაზე, აი ამ საკუთარი რაღაც ნაციონალური იდენტობის და ამით манипуლირება პოპულისტი პოლიტიკოსებს, მაგრამ რეალურად აი ამ ინდუსტრიული რევოლუციის მოტანილი სიკეთეებით ხო ყველა სარგებლობს და რუსეთში ხო მაინც ყველას iPhone-ი უნდა ნებისმიერ შემთხვევაში და დასავლეთის ცივილიზაციის პროდუქტების გარეშე დარჩენა არავის არ უნდა, ხო? არ უნდათ ინტერნეტია ეხა ირანშიც რა პრობლემა, რა უნდა ჩაჩეხორო, თქვათ მოწყვიტო ცივილიზაციას, თუნდაც ის ყველაზე შენი ბნელი მომხრეც კი. რითიც სარგებლობს ამდა. სხვა შორის ეხა ქართულად ითარგმნა აჯიმოღლუს ახალი წიგნი ძალაუფლება და ტექნოლოგიები და იმაშიც ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის დაფიქსირებული და ეს აბსოლუტურად მართალი ხარ, რასაც ამბობ, უბრალოდ ცოტა სხვა კუთხით მინდა ხედო, რასაც აჯიმოღლუსთანაც არის ლაპარაკი და ფარიდ ზაქარიასთანაც კიდე უფრო მეტად არის ამაზე ლაპარაკი, რომ ტექნოლოგიები, სადაც ძალიან საინტერესოა, ნახეთ, ესეთი საინტერესო ამბები რო შემოვიტანოთ, ტექნოლოგიების განვითარებას, ყოველთვის ტექნოლოგიებს ყოველთვის არ მოაქვთ თავისთავად, ეს არ მოაქვს სიკეთე მანქანებს, თუ შენ არ მიმართე, ის კარგი მიმართულებით, ხო? აი მაგალითად რო დავიწყოთ ჯერ იმის გამოგონებიდან, რა ქვია, წიგნის საბეჭდი მანქანის გამოგონებიდან, ხო? რა იყო ყველაზე გავრცელებადი ტექსტი მაშინ. ეს არ იყო, ეს რა ქვია, სახარება, ბიბლია, ეს იყო როგორ უნდა ამოვიცნოთ ყუდიანები, ეს ბროშურები იბეჭდებოდა უამრავი, რაოდენობით ვრცელდებოდა და ამას მოყვა ნადირობა ქალებზე, რომელსაც სადღაც ხალი ქონდა, წითელი თმა ქონდა თუ რაღაცა და უამრავი ქალი შეეწირა ამ ბროშურებს და ამით გავრცელებულ ამ ტექნოლოგიის საშუალებით უფრო ფართოდ გავრცელებულ ცრურწმენას, რომ აი წითელთმიანი ქალი არის ჯადოქარი და ამიტომ უნდა დაწყო კოცონზე. ესეც ასე ვთქვათ, საბეჭდი დაზგის საშინელი უკუშედეგი იყო. არა, ეს კი, მაგრამ არა, სხვა რამეს ვამბობ. რასაკვირველია, შემდეგ წიგნმა მოიტანა ადამიანების ხელმისაწვდომობა ცოდნაზე და ამან საერთო ჯამში მოიტანა განმანათლებლობა, მოიტანა ჰუმანიზმი, მოიტანა ლიბერალიზმი, ადამიანის ბედნიერების უფლება, ადამიანის უფლებები ზოგადად და თავისუფლება და ავტონომიურობა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ შენ როგორ ადამიანის ხელშია, როგორ მიმართავს და საზოგადოებების ხელშია, როგორ მიმართავს ტექნიკურ პროგრესს, როგორ გამოიყენებს ამათ, თორე თავად ტექნიკური პროგრესი არ არის ისეთი მოცემულობა, რომ ან ცუდია, ან კარგია, იმიტომ რომ ის შეიძლება ვიღაცის ტექნოლოგიები გახდეს ცალკეული ადამიანების ხელში ძალადობის მექანიზმი, ან ძალიან ცუდი იდეების გამავრცელებელი მექანიზმი. ანუ როგორც რადიო იყო მაგალითად ფაშიზმის დროს, იგივე ირანზე რო ვლაპარაკობთ, აიათოლას იდეები როგორ გავრცელდა, ხო? კასეტებით გავრცელდა. ასევე ინდუსტრიული რევოლუციას რაც შეეხება და აჯიმოღლუც ამას ამბობს. რასაკვირველია ეს მანქანების წარმოება, გაზარდა წარმოება, ხო, ზოგადად ამ ტექნოლოგიურმა რევოლუციამ, მაგრამ ანუ თვითონ ჯგუფებმა საზოგადოება მიბრძოლა მუშახელის უფლებებისთვის. იმ რაღაცა ბიზნესმენს და მეწარმეს კი არ მოუვიდა თავში აზრად, რომ უი ეხლა რაღაცა მე ცოტას ვაძლევ მუშას და ამიტომ უნდა გაუზარდო ხელფასი. არა, იმუშებმა იბრძოლეს საზოგადოების განვითარებულმა და მცოდნი ადამიანებმა, განათლებულმა ჰუმანიზმი განვითარდა, შესაბამისად დაიწყო ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის, რომ ტექნოლოგიებით მოტანილი სიკეთე გადანაწილებულიყო მეტნაკლებად, ძალიან ხას უსვა, მეტნაკლებად სამართლიანად, ხო? ეხლა რა ხდება აი ამ ტექნოლოგიების და ეს არის განვითარების გზა, ამაზე გადის, რომ ტექნოლოგიები არსებობს თავისთავად, მაგრამ ამას როგორ გამოიყენებ და დღეს ჩვენ ვართ ძალიან სახიფათო ეტაპზე და სწორედ ამას ამბობს აჯიმოღლუ. ეს რაღაცა ჩავამატებ, რომ ეს გასაგებია, რომ დანით ახლა პულს დაჭრით თუ ადამიანს დიდგანვე ეგრეა, მაგრამ მე ვგულისხმობ, როდესაც აშინებენ აი ამ პროგრესით, ცივილიზაციით, განვითარებულობით ამ
ადამიანებს თან ამასთანავე ვხედავთ, უბრალოდ ამის გააზრება არ ხდება, რომ ყველა იმ სამედიცინო იქნება, ტექნოლოგიური თუ კულტურული სიკეთით მაინც სარგებლობს განათლებულიც და გაუნათლებელიც ყველას თუნდაც ცუდი მიზნებისთვის ხელში უჭირავს ის კაცობრიობა. ჩვენ მე მგონი აი ამაზე უნდა გავამახვილოთ. ყურადღება, რომ პროგრესის მოტანილი სიკეთის გარეშე ისინი თავის რეგრესს ვერ გაავრცელებენ. ხო, მაგრამ ნახე თავარი აზრი არის ის, რომ მაგალითად დღეს ჩვენ რა ტიპის რევოლუციებში ვართ, ხო, რას აი ეს ლაპარაკობს? ამაზე მინდოდა. ეკონომიკური რევოლუცია, ხო, აი გლობალიზაცია, რომელმაც მოიტანა ქარხნების გადატანა ჩინეთში თუ სხვა ადგილებში, სადაც მუშახელი უფრო იაფი იყო, ხო? ამას, ხო, ეს ამან გაზარდა წარმოება, ამან გაზარდა უამრავ პროდუქცია, ხელმისაწვდომობა, ანუ თუ ადრე ვიღაცამ დიდარ შეეძლო მხოლოდ რაღაცის ყიდვა, იმიტომ რომ იაფი მუშახელის გამო შემცირდა ფასები, ანუ პროდუქცია, ხელმისაწვდომობა გაუჩნდა უამრავს. ანუ ყველამ ჩვენგანმა ვისარგებლეთ, ხო? რასაკვირველია, ნებისმიერ რევოლუციას, ნებისმიერ პროგრესს, იქნება ეს ეკონომიკური, ტექნოლოგიური, ახლა მაგალითად რაც ხდება, ხო, რევოლუცია ხდება ბიოლოგიაში, ჩვენ საყვარელ სფეროში, რომელსაც მოაქვს უდიდესი სიკეთე ადამიანებისთვის. ანუ ადამიანების ჯანმრთელობა. მაგრამ ჭმუნვები ამას მერე ვინ როგორ გამოიყენებს, ხო, რასაც შენ ამბობ ხა ეს. მაგრამ ნახე, აი თუნდაც ამერიკის მაგალითი, რაზედაც ახლა არის აქ საუბარი, რაზედაც შეგვიძლია ამერიკის მაგალითზე ვილაპარაკოთ, ხო? ეს გლობალიზაციის მოტანილი სიკეთე იყო ძალიან ბევრისთვის ხელშესახები, მაგრამ იმ კონკრეტული ამერიკელებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ იმ ადგილებში, სადაც ქარხნები იყო, სადაც მათი ცხოვრება იყო აწყობილი ამ ქარხნების გარშემო, მათი ხიღი, ხო, ეხლა რასაც დაჟანგულ სარტყელს უწოდებენ, ანუ ეს შტატებია, სადაც იყო ცენტრები ინდუსტრიული და ეხლა აღარაფერი არ არის დაჟანგებული ქარხნებია მხოლოდ და ფაბრიკები, აი ამ ხალხის სოციალური სტრუქტურა მთლიანად მოიშალა და საბოლოო ჯამში დღეს რაც მივიღეთ ჩვენ ამერიკაში, ეს არის ამ შტატებში ცხოვრები, როცა რომ გავამარტივოთ, რასაკვირველია სხვა პრობლემებიც არის, გაბრაზებული თეთრკანიანი ქრისტიანი კაცების ბრაზი. ამან მოიყვანა ტრამპი თავისთავად ესე ერთ დღეში არ გაჩენილა. და დღეს რო ჩვენ რუსული პროპაგანდა გონია, ამ პროპაგანდის სად იყო რუსული პროპაგანდა, როცა 90-იან წლებში გინგრიჩმა, რესპუბლიკელმა, სენატორმა შემოიტანა ისეთი სიძულვილი სიტყვები, რომ გეები, ლიბერალები და ქალები, ფემინისტები, ესენი ყველაფერი არიან ჩვენი მტრები. ამაზე შემდეგ აი ეს საერთოა, ხო, პროპაგანდას ყველგან ამაზე დაშენდა ყველაფერი. და რაღაც ჭირდება მარცვალი, რესენტიმენტის გაღვიძების. რესენტიმენტი. ეხლა რაც ხდება, ეს არის ბრაზის, ანუ რესენტიმენტის გამოძახილი და ეს ხალხი, ანუ ახლა შემოვიდნენ, ესე იგი, ტექნოლოგიებმა მუშახელს წაართვა ადგილები, ტექნოლოგიებმა და გლობალიზაცია, მაგრამ მათი მთავარი ხო ტექნოლოგიას ვერ შეებრძოლებ, რაღაც ეფემერულია, ხო, რაღაც ქიმერებთან ბრძოლა არ გამოგივა. არ არის გეი და იმას ებრძოლე. ხო, არ არის არა, თქვია, ემიგრანტი და თქვი რომ მოდი შენ აქ, შენ ახარ ყველაფერში დამნაშავე. ამიტომ მთელი ეს პოპულიზმი ძირითადად არის აწყობილი დასავლეთში ემიგრანტების და მეორე არის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ჩვენ განსაკუთრებით ამერიკის პოლიტიკას ვერ გავიგებთ, თუ ვერ გავიგებთ ამ კულტურის ომებს, რაც თქვი რომ კულტურის ომი ცოტა ხა ისეთ დამაბნეველია ქართულად, ეს არის საზოგადოებაში მთავარ ღირებულებებზე შეუთანხმებლობა. ანუ შეუთანხმებლობა იმაზე, მე რა მგონია, როგორ უნდა ვიცხოვრო, რა არის ჩემი მთავარი ფასეულობები, როგორი მომავალი მინდა, როგორი მომავლისთვის ვიბრძვი ჩემი შვილებისთვის და შენ რა გონია, ხო? ამ შემთხვევაში ამ თეთრკანიანი ქრისტიანი კაცების და ქალების შეხედულებები და ღირებულებები მთლიანად განსხვავდება უკვე ამას ეწოდება ახალი მემარცხენეები, რომლებმაც ძალიან მარცხნივ წაიყვანეს ეს თავისი იდეოლოგია და ისეთ ენაზე დაიწყეს ლაპარაკი, რომელიც ამ ხალხისთვის გაუგებარი იყო. ანუ თავარი ამათვის იყო ოჯახი, რელიგია, ხო, და ეს ანუ განვითარებამ, უფლებებისთვის ბრძოლამ ეს უფლებები და ეს სიტყვები, იდენტობა, გენდერი, ეს ყველაფერი აქცია ძალაუფლების წყაროთ. ანუ იყო ეს პრობლემა, როდესაც ანუ ეს ზედმეტად გავრცელებული პოლიტკორექტულობა, რაღაცა ისეთ თემებზე ლაპარაკი, რომელთანაც არანაირი შემხებლობა, ინტერკაცთან უგრძალავ, რომ რაღაცა იხუმროს, თუნდაც და ეს იუმორის აკრძალვა არის თავისუფლების შეზღუდვის პირველი
პირველი ხო, ნიშანი, დაკენსელება. ანუ ნახე, პრობლემა ის კი არ არის, რომ ვიღაცა თავის უფლებებისთვის იბრძვის, ან კოლონიალიზმის, კოლონიალიზმზე ლაპარაკობს ჩაგორაზე. არამედ თუ შენ მას არ ეთანხმები და განსხვავებული მოსაზრება ხარ, შენ ხარ დაკენსელებული, შენ გაქვს პრობლემები უნივერსიტეტში, თუ ხარ პროფესორი და მაგალითად ვიღაც ადამიანმა ჩათვალა, რომ შენ რაღაც არასწორად თქვი გენდერზე, ან მის რაღაცა სექსუალურ იდენტობაზე არასწორი კომენტარი გააკეთე, ეს არის საკმარისი იმისათვის, რომ მაგალითად ისეთი დიდი პროფესორებიც კი, როგორიც შეიძლება ცნობილი სახელები ხარ მინდა ჩამოვთვალო, რომ დააკენსელონ და უთხრან, რომ უნივერსიტეტიდან გაუშვან და ან უნივერსიტეტები გახდა ინდოქტრინაციის ადგილი და არა ჯანსაღი ინტელექტუალური დებატების ადგილი. ეს იყო სერიოზული პრობლემა აქეთ მხარეს. ისინი ისეთ პრობლემებზე რაც ლაპარაკობდნენ, რაც ადამიანებს, რომელსაც ფასები აწუხებთ, რომელსაც აწუხებს ის, რომ მის გარშემო არსებული სოციალური ქსოვილი დაიშალა, რაზედაც გაერკვეს იმ გენდერში ჯერ უნდა კარგად ხო, ან მისი ღირსება არის მიბმული და არ უნდა ეხა მის ბავშვს 6 წლის ასაკიდან გენდერის თემები ასწავლონ. ანუ ეს ძალიან დიდი დაპირისპირება იყო და რაც თავარია, ჩაიჭრა ხიდები ერთმანეთთან დამაკავშირებელი და სალაპარაკო და ამ ხიდების ჩაჭრა გამოიწვია ასევე ტექნოლოგიებმა, ციფრულმა ტექნოლოგიებმა, რომლის წარმოუდგენელი განვითარების პერიოდში ვართ და ეს არის ბოროტება მიცის, რომ თუ უნდა რომ გაიმარჯვოს, ხიდი უნდა ჩაჭრას. ეს არის პირველი აუცილებელი პირობა. ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ყველაზე დიდი ტექნოლოგიები, რომელიც ჩვენ ცხოვრებას მთლიანად აკონტროლებენ, ეს არის ციფრული ტექნოლოგიები. თან რა არის, იცი, ადრე თუ ინდუსტრიული რევოლუციის დროს შეხედავდი რაღაცა ქარხანას ხედავდი თვალით, ხო, იმ რაღაცა დაზგას ხედავდი თვალით, აშენებულ გზებს ხედავდი თვალით. ანუ ხედავდი ეს პროგრესი როგორ ვითარდებოდა, როგორი სახე ქონდა ამ პროგრესს. ეს ეხლა უხილავია, ხო? კლაუდებშია ეს რაღაც განვითარება, მაგრამ ეს გაკონტროლებს შენი გონება მთლიანად გაკონტროლებულია ციფრული ტექნოლოგიებით. ალგორითმით. და ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მცირე ადამიანების ხელშია მოქცეული ეს ძალაუფლება. დღეს ვნახეთ ტექნოლოგიური პროგრესი, მაგალითად დაწყებული სათვალთვალო კამერებით, ხო, დამთავრებული, რავი, ტროლბოტებით, ეს ხო ტექნოლოგიური, ასე ვთქვათ, პროგრესის ნაყოფია ტროლბოტობა, რომ ერთმა ადამიანმა შეუძლია მართოს 50 აკაუნტი და შექმნას განწყობები, ხო? და ადამიანების ტვინები აკონტროლოს. და ხიდი კარგად ჩატეხოს ამას იყენებს ავტორიტარები. კი, მარიარის სასაც ხო აქვს თავის წიგნში, ზუსტად ამაზე, რომ ეს პოლარიზაცია უნდა გააღრმავო. ხო, ამიტომ ტექნოლოგიას თავისთავად კი არ მოაქვს თავისთავადაც მოაქვს რაღაცა ტიპის სიკეთე, მაგრამ იმისათვის, რომ საზოგადოება განვითარდეს და ეს სიკეთე გადანაწილდეს, ხო? მათ შორის ახლა თავის დროზე თუ გამოიწვია უფრო ესეთმა სხვა ტიპის ტექნოლოგიურმა განვითარება მუშახელის, უფრო იაფი მუშახელის და არაკვალიფიციური მუშახელის შემცირება, დღეს AI არის პრობლემა ინტელექტუალებისთვის, ხო? მათთვის ოფისის იმიტომ რომ მე თუ დღეს მაგალითად მჭირდება 10 თანამშრომელი, AI-ის შემთხვევაში დამჭირდება 2 თანამშრომელი. და ის გამოიყენებს სათავისოდ იმ ხელოვნურ ანუ ეს არის, ნახე, შფოთვა არის. საზოგადოებაში დაიწყო შფოთვა, რომელიც მოიტანა ახალმა ტექნოლოგიებმა. ყოველთვის ასე იყო ეკა. ყოველთვის ასე იყო, მაგას ვამბობ, ეს არ არის ახალი, მაგრამ ეხლა არის ეს შფოთვა განსაკუთრებულად დიდი, იმიტომ რომ რევოლუცია უფრო სწრაფად ხდება ეს რევოლუცია. ხო, უბრალოდ ჩვენი ცხოვრება გაიზარდა და რევოლუცია ხო, და ამიტომ ეს ყველაფერი ეხლა რაც არის პოპულიზმის აღზევება, აი ამ რაღაცა ეს ძლიერი ხელის მოთხოვნა, თან რაც მთავარია, ყველაზე უცნაურის ის არის, რომ დემოკრატია გახდა თავდასხმის ობიექტი, ლიბერალური დემოკრატია. ეხლა როდესაც ფუკუიამამ და აქაც კარგად დაწერა და იმ დღესაც ახსნა ფუკუიამ საწყალი კაცი მოკლედ ისტორიის დასასრულზე არასწორი ინტერპრეტაცია, ეხლა თავის დროზე ნიცშეს რო არასწორი ინტერპრეტაცია ქონდა და ფაშიზმის მქადაგებლად იყო მისი დის არასწორი ინტერპრეტაციების თუ გამიზნული ინტერპრეტაციების გამო ისე ფუკუიამას შემთხვევაში ის არის რომ აი ფუკუიამა მიწინასწარმეტყველა საზოგადოების დასასრული და რაღაცა. ხო, ანუ იქ ამბობს რომ ფუკუიამა ჯერ ამბობს რომ ანუ ეს არის ფორმაცია ლიბერალური დემოკრატია, რომელზე უკეთეს როგორც ჩერჩილი ამბობდა, ხო? შეიძლება სრულყოფილი არ არის, მაგრამ ამაზე უკეთეს ვერ მოიგონებს და აი ეს როგორც for granted რომ მიიღო და დასავლეთმა
ეხლა ახალგაზრდებში გაზრდილია ავტორიტარიზმის მოთხოვნილება. კაცრი ხელის მოთხოვნილება, იმიტომ რომ ცვლილებები ხდება ძალიან სწრაფად და ინსტიტუტები, რომელმაც ნდობა დაკარგა ბევრი რამის გამო, ვეღარ ეწევა ამ სისწრაფეს და ამიტომაც და გაზულუქების მესე მგონია ამის გამო. აი ეს ზუსტად ეხა ეს მინდა ეს მაგალითი მოვიყვანა მისი წიგნი ფუკუიამას წიგნი არის ბოლო ადამიანი, ნიჩეს ბოლო ადამიანი, რომელიც არის ჩაძირული ამ თვითკმაყოფილებაში, რომელიც არის გაზანტებული თუ განაზებული, როგორც ხოთი შორის თქვენ ქონათ ფანტასტიკური მემზართან ერთად, აი ბუდენბროკების მაგალითზე იყო ძალიან კარგად ნაჩვენები დღევანდელი ევროპის სტრუქტურა, რომელიც ევროპის პრობლემები, რომელიც არის გადაღლილი ეს რაღაცა დეპრესიული სიცარიელი აქვს ეს აი ამ სიცარიელეზეც ლაპარაკობს რომ ეს სიცარიელემ დაისადგურა და ამაზეც ლაპარაკობს აქარია რომ რაღაცა ღირებულებების ნგრევა რომელიც თქვათ იყო რაღაცა ღმერთი მოკვდას შეკრული ხო ეს რაღაცა ტიპის სიცარიელეს ბადებს ადამიანებში ადამიანების უმრავლესობას ჭირდება რაღაც ხელჩასაჭირი ჭირდება მისია და ეს ამბობს რომ ლიბერალიზმმა ვერ შვა ეს ალტერნატიული ასე ვთქვათ იდეოლოგია რომელიც ამ სულიერ საკვებს მიცემდა ადამიანებს რა და ამ სიცარიელემ შემდეგ წარმოშვა კრიზისი მათ შორის ღირებულებითი კრიზისი. ეხლა ვართ ყველანაირი ტიპის კრიზისში, მაგრამ კრიზისი არის ყოველთვის შესაძლებლობა, რომ გამოჩნდეს სწორი გადაწყვეტის გზა. კრიზისი არის შესაძლებლობა გამოღვიძების. ეხლა ჩვენ რასაც ხედავთ გეოპოლიტიკაზე რომ გადავიდეთ, აი ეს გამოღვიძების პროცესს ხედავთ ჩვენ ევროპაში, იმიტომ რომ ევროპა იყო მიძინებული, ევროპა იყო თვითტკბობაში, აი ამ რაღაცა თავის მასში სიმშვიდეში ჩაძირული და არ უნდა აი საქართველოს შემთხვევაში ეს გაიხსენე შენი თავი გაინაჭამზე როგორ კი აბსოლუტურად ანუ ეს არის ციკლი არის ბუნებრივი ციკლია რაც დაემართა რომაულ ცივილიზაციას ხო ციკლია ეს ისტორიული ციკლია რომელსაც თავის კანონზომიერებები აქვს ამ მაგრამ მე მაქვს ასეთი ჩემი პრეტენზია ისე ნახევრად ხურობით რომ ხო შეიძლება ეს რამდენიმე ციკლის მერე ეს მიიღო როგორც გამოცდილება და შუაში არ დაუშვათ ახალი იდეის დაბადებას რა უნდა კიდევ ხო იგივე იმისთვის მოკლედ პროგრესის თავარი მიზანი იყო რაღაც ბოდვითი სისტემების გამოცლა რევოლუციების და პროგრესის რომ ეს ბოდვებიდან ადამიანები გამოიყვანათ და მე ადამიანი თუ გეუბნება რომ ხა მაინდა-მაინც რაღაც ბოდვა ჭირდება და რაღაც არ არიანული ირაციონალური იმედები იმისთვის რომ სიცარიელი არ იგრძნოს რა ვიცი შეთავ აგერ გვაქვს მარსზე წასვლის იდეა არა ეს ზუსტად ეს მარსზე წასვლის იდეა აი ეხლა რაც დაემართა ახალგაზრდობას ხო რომელიც ძალიან რასაკვირველია ყველანაირ პრობლემას ვაღიარებთ მაგრამ აი ზედმეტად გადავიდა ვაიმე ეხლა ბოდიშები მოუხადოთ იმას აი რაღაცა თვით ანუ აქეთ ჩვენ ხედავდით რუსეთი რას აკეთებდა რუსეთის იმპერიალიზმს ხედავდით და ევროპა ლაპარაკობდა ევროპაში ინტელექტუალური დისკურსი იყო თავის იმპერიალიზმზე და ამერიკის იმპერიალიზმზე ისე რომ რუსეთი ამას იყენებდა რა თქმა უნდა აფრიკაშიც იყენებდა ევროპის იმიტომ რომ აფრიკაში არ ყოფილა რუსეთი და ევროპა იყო და ეს ამ მოთქმას ევროპის მოთქმას საკუთარ პრობლემებზე და წარსულზე რუსეთი იყენებდა არაჩვეულებრივად სათავისოდ რომ გაეძლიერებინა ამ ამერიკის იმპერიალიზმის ცნება გაეძლიერებინა ეს რესენტიმენტი ეს რაღაცა ევროპის წარსულს ეხა წარსულია ხო ეხა მაშინ ყველაზე დიდ მოაზროვნეებს რომ ჩავხედოთ რომელმაც გარდატეხა მოიტანეს და მოიტანეს ის ცხოვრება რაც დღეს გვაქვს თუ არ ჩახედოთ თორე დააკენსელებენ ხო ეხა მაგალითად შექსპირის ჭირეული ცოლის მორჯულება რომ წაიკითხო ეს შექსპირს ფემინისტი დააკენსელებს აბა ხო მაგრამ ხوار შეიძლება შექსპირს ასე შევხედოთ ეს ამას უწოდა ბილ მაარმა რომელიც ჩემთვის ასევე საღი აზრის ნათელი მაგალითია ძალიან ცნობილი ამერიკელი კომიკოსი პრეზენტიზმი უწოდა რომ დღევანდელი გადმოსახედიდან როდესაც გინდა წარსული შეფასება და ამან ხო ხა ძალიან ბევრი პრობლემა ამან მოიტანა ის რომ რუსეთი რაღაცა ამ საკუთარი თვითგვემაში პარტნიორად გაიხადა დასავლეთმა და ვერ ხედავდა იმას რასაც იმ დროს რუსეთი მოცემულ კონკრეტულ დროში აკეთებდა ეს იყო მისი სიბრმავეც და მისი აი რაღაცა გაფუჭებული ბავშვი რო იქცევა ხო იცი აი ესე და დღეს კრიზისმა აჩვენა რომ ეს ღირებულებები კი არსად არ წასულა უბრალოდ
ეს ღირებულებები აქვე არის და დასაცავია. ამიტომ мотивация კლიმატი კარგია და მაგრამ კლიმატთან ბრძოლა ეხლა ცვლილებასთან სხვა და აგერ რუსეთი ტანკით მოხრიგინებს ამ დროს და რაღაც ანუ ხო და ადრე თუ დაკარგავით ამ ღირებულები და მივაღწიეთ უკვე მიზანს მივაღწიეთ 64-ში ვართ ხო ნუ რაღაცა ტიპის 64-ში როცა არ გვემუქრება ომი არ გვემუქრება შიმშილი არ გვემუქრება მაგრამ ეკა 64-ში რომ მოხვდე ხო იცი რა არის საჭირო ნუ მოკვდა ისედანაირად მოხვდები 64-ში ხო და ეგ არის ანუ ხო და ამიტომ იმ ღირებულებები აღარ ატარებდა თავის ძველ ფასეულობას მშვიდობა ადამიანის უფლებები ავტონომია ასე შემდეგ რაც არის კლასიკური ლიბერალიზმის ყველაზე მთავარი საყრდენები რომელიც მარცხნიდან და მარჯვნიდანაც დიდი დარტყმის ქვეშ იყო ამაზე აქვს ფუკუიამად ლიბერალიზმით უკმაყოფილოებით აქეთ მხრიდანაც იქით მხრიდან ამიტომ უწოდებ ჩვენ თავს როგორც აგრესიულ ცენტრიზმებს ანუ კლასიკურ ლიბერალებს და არა ვთქვათ ლიბერალი არა მე პროგრესისტი არ შემიძლია ჩავთვალო ჩემი თავი მე ჩემ თავს ანუ მე რადიკალური მემარცხენე ბრთა ან რასაკვირველია ისე როგორც რადიკალური მემარჯვენეც რადიკალური მემარჯვენე არის ნუ ფაშიზმია და უბედურ რუსეთში რაც ხდება და რაღაც ამიტომ ყველაზე სწორი ცხოვრებაშიც ესეა ხო ზომიერება რომ რაღაცა რომ თქვა ხან მარცხნივ უნდა გადაიხარო ხან მარჯვნივ უნდა გადაიხარო მაგალითად როგორც რუზველტი გადაიხარა ცოტა მარცხნივ როცა შემოიტანა რუზველტის მაგალითიც შესანიშნავია ხო რასაკვირველია რუზველტმა როცა შემოიტანა უსაფრთხოების სოციალური კეთილდღეობის სისტემა ამ ველურ კაპიტალიზმში ხო რომელსაც რესპუბლიკელები მისდევდნენ და შემდეგ ისეთი ტენდენცია დააწესა რომ ვერც ერთი რესპუბლიკელი ამ ტენდენციას ვერც ერთმა რესპუბლიკელმა ამ ტენდენციას გვერდი ვერ აუარა მოკლედ თემას რო დავუბრუნდეთ დღეს არის სოფლიო ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე ის 30 წლიანი შვებულება ისტორიისგან მოიტანა ამერიკის ჰეგემონიამ და ამერიკული ღირებულებების ხო პაქს ამერიკას შედეგი იყო და ამერიკული ღირებულებების ჰეგემონიამ და დღეს აი შუალედში რო აღზევდა ჩინეთი გაუჩნდა ამბიციები რუსეთს აღზევდა ხო თავისებურად რუსეთიც აღზევდა ეკონომიკურად ამ გაზზე და ნავთობზე დამოკიდებული რუსეთი ბოლოს მაინც ჩინეთის პროქსი ქვეყანა გახდება ეს თავისთავად რუსეთს არ აცდება ჩინეთის მონობა მაგრამ ამ ყველაფრის რაღაცნაირად ეს ნიველირება ხდებოდა და დღეს მივიღეთ გეოპოლიტიკური რევოლუცია, მივიღეთ ტექნოლოგიური რევოლუცია, რომელიც არ ვიცით როგორ განვითარდება და საერთოდ ადამიანის სახეობას რა ემუქრება, მივიღეთ იდენტობების რევოლუცია, იმიტომ რომ ადამიანებს ამ ქაოსში, გაურკვევლობაში უნდა თავიანთი ისეთი ძველი ღირებულებები ჭირდებათ, რომელსაც ჩაებღაუჭებიან, ხო, რწმენა ჭირდებათ, ერთ რწმენა ან კონკრეტული იდეოლოგია უნდა იყოს, ან უნდა იყოს რელიგია. რაღაც ადამიანებს სიცარიელის ატანა არ შეუძლიათ და ზუსტად ამას ამბობს რომ ბოდიში გაწყობდები ეს წაიკითხე რომ ხელოვნური ინტელექტთან რაღაც სენტიმენტალური დამოკიდებულება რო გაუჩნდა ხალხს როგორ ჭირდება მოფერება თავზე ხელის გადასმა უყვარვარო ჩემი იმას ChatGPT-ის სახელს არქმევენ და მარტოობა არის სერიოზული გამოწვევა დღეს დასავლური საზოგადოებისთვის ამიტომ ეხლა არის რაღაცა ძალიან დიდი კრიზისი ჯერ არ ვიცით ეს კრიზისი მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და ზაქარიასაც იმედი აქვს რომ ეს კრიზისი არის ყოველთვის დიდი გამოღვიძების წინაპირობა ყოველთვის აი თუნდაც ეხა ჰოლანდიის მაგალითს რო დაუბრუნდეთ კრიზისი ჰქონდათ მათ გეოგრაფიულადაც ისეთ ადგილას ცხოვრობდნენ რომ ვერ გადარჩებოდნენ თუ რაღაცას არიზავდნენ ჩვენც არის ძალიან დიდი საფრთხე გვაქვს აი ამ კრიზისი დღეს ეხლა ჩვენ ვართ რაღაცა ისტორიის შუაგულში შევედით და ხვდებით რა როგორ დამღალა რა ამ ისტორიის შუაგულში ხო შეიძლება იმ დღე ჩო გრეის ფუკუიამას და გრეის იმას უყურებთ ძალიან ისეთი კარგი ის იყო სხვათა შორის ლიბერალიზმი გადარჩება თუ არა სამწრწიანდელი დისკუსია იყო და ნუ გრეი ამბობს რომ გადარჩება ფუკუიამა როგორც ეს ამბობს არის ოპტიმისტური ასე ვთქვათ მეცნიერებს მიეკუთვნება პინკერთან და იმასთან ერთად რომლებიც ამბობენ რომ საზოგადოება წინ მიდის ვიგური ასე ვთქვათ ისტორიოგრაფიის მიმდევრები არიან და გრეი ამბობს რომ ყველას უნდა საინტერესო დროში ცხოვრებავ იმიტომ რომ მანამ სანამ
მართლა საინტერესო დროში იცხოვრებ. იმიტომ რომ საინტერესო დრო გულისხმობს ძალიან დიდ ძალადობას და შენ არ ხარ დასხეული რომ ამ ძალადობის მსხვერპლი არ გახდა და ერთ სიტყვით საქართველოსთან მიმართებაში რა ეს წიგნიც რაში დამეხმარა ჩვენ ანუ კრიზისი რაც გვაქვს ახლა დღეს უდიდესი ეგზისტენციალური კრიზისი ეს წარმოშობს საზოგადოებაში ახალ ენერგიას და ეს ენერგია მოდის ქვემოდან თუ ვარდების რევოლუცია შეიძლება ჩვენ გავაიგივოთ ახლა საქართველოს რო გადმოვიდეთ იმათ რომ ეს რაღაცა რასაც ამბობ ძალიან ბევრი ძალიან სწრაფად ვერ ინელებს ადამიანი too much too fast არის პრობლემა და მართლა ესეა როდესაც ძალიან ბევრი სიახლე მოდის და ძალიან სწრაფად ვერ ახერხებს ადამიანი ამასთან ადაპტირებას ვარდების რევოლუცია ორი რამეა ჩემთვის ერთი ის რომ ძალიან სწრაფად მოხდა წარმოუდგენელი სწრაფით მოხდა რეფორმები და ამ რეფორმებმა ამ სიახლემ ძალიან ბევრი ადამიანი უკან ჩამოიტოვა ბევრი სამართლიანად შეიძლება ზოგი უსამართლოდ მაგრამ ადამიანებმა ბევრი გაანაწყენა და ეს უკურეაქცია მოგვცა რასაც დღეს ვხედავთ ობიექტური უკურეაქცია რომელიც ნებისმიერ ესეთ ტიპის რევოლუციას მოყვება მეორე ის რომ რუსეთმა ჰოლანდიის მაგალითის არ იყო საფრანგეთი ჰოლანდიას როგორც დაესხა თავს რომ ეს წყლული ამოეჭრა მისთვის საშიში იდეების გამავრცელებელი წყლული ესე იყო საქართველოს რუსეთისათვის და ივანიშვილის ხელით ამოგჭრა მაგრამ ეხლა ვართ ჩვენ ძალიან სერიოზულ იდენტობის კრიზისში იმიტომ რომ ქართველი ყოველთვის თავს აიგივებდა და ევროპასთან ხო ეს რა ვიცი გენების დონეზე კულტურული კოდების დონეზე ჩვენთან არის რუსეთის მიმართ არსებობს გაღიზიანება და ჩვენი სწრაფვა არის ევროპისკენ. ნუ ყველაზე ვერ ვიტყოდი ამას. დღეს როცა გვეუბნებიან რომ შენ ხარ რაღაცა უკანა ეზო, რაღაცა ჩმორი, მონა, ეს რაღაცა პატარა სოფელი საქართველოს სახით, ამან ძალიან დიდი უკურეაქცია გამოიწვია და ეხლა არის ახალი იდენტობის დაბადება. ეს ახალი იდენტობა იბადება რუსთაველზე, იბადება მარშებში, იბადება ყველა განაწყენებულ ადამიანში, ცალ-ცალკე და კოლექტიურად ერთად და აი ჩვენ გვაქვს მისია რომ ეს იდენტობა რომელიც ეხლა თითოეულ ჩვენგანში ინდივიდუალურად და კოლექტიურად იბადება ეს დიდ ძალად ვაქციოთ და მე მაქვს რწმენა რომ როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ და აუცილებლად ეს არ არის რაღაცა ეტაპზე ეს აუცილებლად დასრულდებიან ესენი ეს ახალი იდენტობა დაიბადება და ამ ქვეყანას წაიყვანს სხვა მიმართულებით. და პარალელურად არიბადებოდეს კიდევ სხვა იდენტობა, რომელიც გახდება დომინანტური. იმიტომ რომ სხვა მოძრაობებიც არ ძინავს არც იმ რუსეთს და მაგრამ ასე არ არის რომ მთელი საქართველო ახლა მე ამას იდენტობის ძიებაშია. ჩემი ცხოვრება რა არის დღეს? ეს არის ბრძოლა, როდესაც მაგ მისია ეს სიცოცხლე აღარ არის, რაც არ უნდა მძიმე იყოს, ეს აღარ არის იმის გარეშე გარკვეული მისიის გარეშე, ხო? არაფერი, ესეთი ბედნიერები შეგრძნება, არაფერს არ მოაქვს, როგორც მისიის განცდას. ანუ რაღაცა ცარიელი ცხოვრება, როცა ხო იმაზე ფიქრობ, ხა დღეს რომ რესტორანში წავიდე და დღეს სად დავისვენო, ან რა ვიყიდო, ნუ ესეც კაია რაღაც გარკვეულ წილად, მაგრამ ნუ რაღაც ზოგჯერ, მაგრამ და ესეც ჭირდება ხოლმე ჩავანაცვლოთ რაღაც ერთმანეთს, მაგრამ მისიის განცდა ადამიანისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რომ იცოდეს რის ცხოვრებას ეძლევა აზრი, როდესაც იცი. ამიტომ ვინც ამ პროცესში ვართ ჩართულები, ხო ყველას გონია, რომ აი რა ძალა გადგაშვილო რა აქ რო ხარ თუ ქალბატონო თუ ძმაო თუ ვიღაცა რაც როგორ მოგმართავენ ხოლმე რა. ეხლა ერთხელ რუსიკო კობახიძემ მითხრა რომ დაიჭირეს 9 შვილის დედა ქართულის მასწავლებელი და სოვლაბის მკვლევარი. მან ჩასხომე რა ტრადიციული პოლიციელმა მითხრა რომ რა ძალა გადგა თუ ანუ ძალა, ანუ ეს რა ძალა გადგა თუ გვეცინე ამაზე, ხო გვეცინება, იმიტომ რომ ეს იფხელა ბედნიერებას გვანიჭებს და ეს მისიის განცდა რომ რაღაცისთვის ვიბრძვი, ეს ძალა გვადგას. იმიტომ რომ ეს არის ერთისხრივ ბედნიერების, შინაგანი ბედნიერების განცდა მიუხედავად დიდი ტანჯვისა, რაც ემოციური ტანჯვისა და ფიზიკური ტანჯვისა, რომელიც ბევრმა დემონსტრანტმა გამოიარა, გარდა არის, მაგრამ ამას მოაქვს უზარმაზარი თვითკმაყოფილება, რომ შენ რაღაცას აკეთებ, რაღაცა ფასეულობისთვის იბრძვი. ამიტომ ის დროშა ნანა მალაშხიას რო ეჭირა და რომელსაც აფრიალებდა და
ესეთი სიმძლავრით და ესეთი სიმძაფრით ეს დროშა ევროპაში დიდი ხანი არ ფრიალებს, მაგრამ ეხლა აფრიალდება, იმიტომ რომ ამ ღირებულებების რეალური ღირებულებები, რაც არის დასაცავი, ეს დაინახა ევროპულმა საზოგადოებამაც. თავარია, რომ ეხლა გამოღვიძება იყოს სწრაფი იმისათვის, რომ ამ დიდ გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე მოახდინოს ადაპტაცია და ის თავის სასარგებლოდ წარმართოს. ძალიან ბევრი ვილაპარაკე. ეკა ძალიან დიდი მადლობა. რა სიყვარულითაც თარგმნე და ლაპარაკობდი ამ წიგნზე და მთავარი რაც შეჯამება რომ გავაკეთოთ არის მისიის განცდა. ამიტომ მე ვფიქრობ არავითარი კეთილდღეობას და პროგრესს არ წაურთმევია ადამიანებისთვის მისიის განცდა. ის ჩვენ ინდივიდუალურიც უნდა გქონდეს და კოლექტიურიც, როგორც ქვეყანას და როგორც ერთ ადამიანს. ამიტომ ჩვენ გვაქვს ახლა ჩვენი მისია, დიდი მისია, ეს არის ჩვენი ქვეყნის დაბრუნება ისევ იქ, სადაც ძლივს გავიდა 2003 წელს, ანუ დასავლეთი აირჩია როგორც იდენტობა და ასევე დასაბრუნებელი გვაქვს ჩვენი ინდივიდუალური პირადი ბედნიერებაც, იმიტომ რომ ეს ივანიშვილმა წაგვართვა. ყოველდღიური საქმიანობა და აი მე და შენ გვილაპარაკია რომ ვიწყებდით ამ პოდკასტს, რომ თუნდაც წიგნზე ლაპარაკი უხერხული არ იყოს. ამიტომ ვცდილობ რომ ეს წიგნიც არ იყოს უბრალოდ რაღაც ლიტერატურაზე საუბარი, არამედ იყოს ჩვენთვის კონტექსტის გააზრებისა და იდენტობის ძიების გზაზე დახმარება. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ წიგნი არის ცოცხალი მაშინ, როდესაც ის კონკრეტულ გრძნობელობა აქვს კონკრეტულ რეზონირდება, როცა რეზონირდება. სხვანაირად ხო, ნებისმიერ კონტექსტი სხვადასხვანაირად აცოცხლებს კარგ წიგნს. კი. ასე რომ კიდევ ერთი კარგი წიგნი შეგვემატა ჩვენს ბიბლიოთეკაში, მიხარია, სულ მართლა მინდოდა ხა ყველა ენაზე ყველაფერს ვერ წავიკითხავთ. ამიტომ გჭირდება მით უმეტეს გადასარევად დაწერილია, გადასარევად თარგმნია. შენ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს, ძალიან დიდი მადლობა რომ ისმინეს გვერდში უდგას და ჩვენი პატარა არხი უკვე დიდ არხად იქცევა მალე. და ძალიან დიდი მადლობა ასევე ჩვენ სპონსორს მთისწყალს. მე კი და გემშვიდობებით მომავალ წიგნამდე გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი და გვირჩიოთ ასევე რა წიგნი შეიძლება იყოს აქტუალური ჩვენ დღევანდელ მძიმე ვითარებაში.